რუბრიკაში ავტომობილი დაგვიმგზავრებს მსახიობი, უმშვენიერესი ქალბატონი ასმათ ტყაბლაძე. ასია ბატონი, ნამდვილად ასმათი ვარ. ისეთი რაღაცები გავიგეთ თქვენზე? უნდა ვიაროთ და უნდა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. ერთ-ერთი ძირძველი ქალი მძღოლი. დავით. ზუსტად. აქ მანქანები საერთოდ არ იყო, მე რომ მძღოლი. აი ეს იყო ცარიელი იყო. მაშინ მარტივი იქნებოდა სწავლა. რას დავგრიალებდი 5 წუთში ყოვდა. აჩიკო ნიჟარაძემ დაგიტოვათ კითხვა. რო იყიდის მანქანას, ამდენი წელი იტოვებენ, განახლებას ამდენ ხანში უკეთებენ მანქანას. რო გითხრათ სიმართლე 46 წელია მძღოლი ვარ. დამხნის მანძილზე ეს არის მეხუთე. 80 წელს ვიყიდე 011 და 85-ში უკვე 08. ეს უკვე მე-18 წელია. ჩემ ხელშია, სულ პირველ გამოვიყვანე. 18 წელია ყავს ეს ავტომობილი. ძალიან ბევრ რაღაცებს აკეთებს, აოცრებებს. აი რას მაგალითად ტალახში თუ ჩავარდი, კუცი იქნებ თვითონ ამოდის ტალახიდან. რაღაც ფოკუსებს აკეთებ, რომლებიც მე ჯერ არ დამჭირვები ხარ ტალახებში, მე არ დავდივარ. ეს მთებში და იმებში რაღაცაზე იმებზე არ დავდივარ, რა თქმა უნდა და ძალიან ხშირად ეხლაც კი აღარ გამოდის ეს მანქანა. იაპონიაშიც კი აღარ კეთდება. რატო არ ვიცი. როგორ უვლით მანქანას? თუ იცით რაღაცები მანქანის? ეხლა რას უვლით ყველაზე მეტად? აი თუ რამე ხმა გავიგე, საერთო. იმ წუთში მივდივარ ხელოსანთან. იმიტომ რომ მე არ მიყვარს მანქანაში, რომ ჩაჯდები და იქ რაღაცა ბრახუნობს, გესმით რამე ხმა? არაფერი არ მე. იქ რაღაცა აკაკუნებს, იქ რაღაცა იმაში, რა წუთში რაღაცა ცოტა პრობლემას დავინახავ, იმ წუთს ვაკეთებ. ой, რა კაი. არავითარ შემთხვევაში არ იმაშები და არ გადავდებ მე. მაგიტომაც გაგეძლოთ 18 წელი. განაცხადს გადავდებ. კაი ისტორიას მოგიყვებით ამ რესხოსთან დაკავშირებით. ის მანქანა რო გამოვიყვანე, სესია თაყაიშვილი ხო ჩემი ძალიან ახლობელი იყო. რამოდენიმე დღეა დავდიარ და მივედი წაგიყვან გაგა. არა, მითხრა მეშინიაო. და შვილი ჩამიჯდა და იმაზე არ მითხრა, ნუ მიკავსო. ფაინე. დამტახდა ნატაცე. მე შვილს მომდობდა, მე ვერ ჩავჯდები. იყო ესეთი, არის ეხლა მე მგონი, ხო იაპონური თვითონ შედიხარ და ისენი რო კი. შევედი და რო დაიწყო ამ ჩვენ, როგორ შეეში მალე გავალთ მეკითხება. ესე პირველი ჩემი მანქანის სტუმარი ჩემი იყო სესილიაშვილი, სესილია თვითონ. ნუ ხა სოფიკოს არ ჭირებოდა ჩემი მანქანა, იმიტომ რომ თვითონ მძღოლი იყო ჩემზე ადრე. ქუჩაში შეიძლება თვე გასულიყო და ქალი მძღოლი არ შეხვედროდა. რა ლამაზი თვალები კი. აი მე დიდი მადლობა. ხო და რო დაინახავდნენ ქალს, მამაკაცები სუყურებდნენ როგორი ქალი, გარეგნულად აინტერესებდა თუ უხდება მანქანას ეს კი. ნუ ხა მე ძალიან გზელი კერათმები მქონდა და ვიღაცა უკან მომდევს აინტერესებს შემხედოს. და გამასწრო და შემომხედა და დაეჯახა რაღაცა. აი მე დედა მე შევწუხდი ძალიან და თვითონ გადმოვიდა ღიმილით მითხრა რაღაცა შენი ბრალი ვარ. თეატრში მოვიდა, ის იყო კურსები. შევედი რომ ვისწავლო, ხა მინდა რომ ვიცოდე დარება. მანქანა არ იქნება უფლება, ხო იქნება. მაშინ მარტივი იყო. ახლა მაგასაც მოგიყვებით. პრაქტიკაზე ძალიან სიმპათიური ის მოვიდა პოლიციის წარმომადგენელი, ახალგაზრდა კაცი. მეც ახალგაზრდა გახდი ძალიან და არამიშავდა ცოტა. ხო და ეხლა დავჭიქდა. ვერც გავდავწარი, ვერც უკანწავედი. ვერაფერი წესერად ვერ გავაკეთე და უნდა მოხდე მეორე თუ მითხრა და ეხლა ვიფიქრე მე მოვალ მეთქი მაგრამ ეხლა თეატრში რომ მივალ ძალიან დამცინებენ მე ვთხარი რომ აი ეს რა დაგემართა რომ ვერ წაიყვანე და ვერ ჩააბადე მანქანა არ ამყავს მე ვთხარი კი არ უნდა ვატარო უბრალოდ საბუის მინამეს კი უფლება მქონდეს და ჩამიწერეთ მე მოხვალო იმას შეხვედრა კი აუცილებლად ვთხარი და ჩამიწერა სულ ტყუილად არა მიხვედით რასი სულელია სასბი ეს ტიპტრონიკია თუ
ეს ის არის, ამას ტრინტრონი ქვია, ისიც არის მექანიკა და ავტომატიკა, ავტომატიკა. და თქვენ როგორ მართავთ ხოლმე მექანიკა? ავტომატიკა. მექანიკა თუ დამჭირდა, მაშინ იშვიათად დამჭირდა. ხო, ხა ამდენი წელი ხიდი აქვს. ძალიან ბევრი და პლუსები აქვს, ძალიან ბევრი. მაგრამ ეს არის აი ესეთი მძღოლების ისეთი ტყეში ღრეში რო დადიან და რაღაცა სანადიროთ რომ იდიან და იმათ უფრო სჭირდება. მე მაგიტომ არ მიყიდია, მე მირჩია ერთი ძალიან კაი პიროვნება იყო იმ ცენტრში და იმან მირჩია რომ ეს მანქანა. რატო გადაწყვეტა ნეტა რომ ეს ერთია თქვენთვის ხო არ ეგონა რომ ოფროუდის მოყვარული იყავით ან ექსტრემალური? არის მაგრამ რომ ნახა ჩემი მძღოლობა და განახარ რომ ცოტა ესეთი ცოტა ხო ესეთი მძღოლი ვარ რომ იფიქრე ეს მანქანა უფრო ტრავა შეჭისო. თეატრში როგორ მოხდა თქვენი პირველი ნაბიჯების გადადგმა? ვახ, დედას თქვენ საყოვებო, ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელა და თორე ვნახავდი თქვენს ბუმბულს, კაშლის, გაფანტოს ყველად. ხმაც მიწყობდა ხელს ხოთეშორის. რო ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში დედა შემამითხრა სადარა თქვა ჯერ იმიტომ რომ არ მიგიღონა ცოტა უხერხულია იტყვიან და დაიწუნესო ისე რაღაცა და რო ჩაირიცხები მე ვთქვათ რომ ჩაირიცხო. გაიდა აკაკი ხორავა ყველა მიცის ვინ იყო. არის კომისიის თავმჯდომარე და დავინახე აკაკი ხორავა იქ და ეს ლექსი წავიკითხე ისევ და მესმის ხორავას ხმა. Какой замечательный театральный голос. რო გამოვედი მივადი დედა ჩავირიცხე როგორ ჩაირიცხე ერთი გამოს აკაკი ხორავა თქვა და იქ როგორ შეიძლება რომ არ ჩავნისხო ამ ხმის გამო კაცრიც გონი ხართ ხო ხალხს სულ ყოველთვის ბებო როგორი ხართ ძღოლი გავიგეთ როგორი ხარ. ხო, ისი რა არის, არა ვარ მკაცრი, მაგრამ სულ მინდა რომ წაიკითხოს. და ძირითადად ამაზე ვაკეთებ აქცენტს და ხან გამიბრაზება ხოლმე რომ შენავეთან ბევრს და ხან კიდე ნუ მობეფერება ბებორა კაია და მადლობა და რაღაცა. მოსწონს ცნობილი ბებო რო ყავს. ო ეს რა. ამაყობს ხა? პედაგოგმა მითხრა მაგისი კლასის შეხვედრია ბავშვი და ვაიმე რა კარგი ხარ შვილო, ვისი ხარო და კი არ თქვია დედა და მამა ასმათ ყაფლაძის შვილი აიმე ისე გამომეწონა ეს და მიმად მომიყვა მაგარია მასწავლებელმა მომიყვა ჩვენს შემდეგ სტუმარს რომ რაიმე კითხვა დაუტოვოთ ავტომობილთან დაკავშირებით თუ აინტერესებს უპილოტო მანქანა ეს მაინტერესებს და თუ აპირებს უპილოტო მანქანაზე უნდა მოსინჯოს ხო თუ მოსინჯავ და უპილოტო მანქანაზე ძალიან დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ ჩემთან ერთად სერდა ასეთ ლამაზ გოგოსთან ერთად სიამოვნებით ვიმგზავრეთ დიდი მადლობა რომ გაგახსენდით 46 წლიანი გამოცდილებით მძღოლი აბა ატარა გოგოსავით კი გამოიყურებით რა ვიცი, კაი სხვა ჯიში მაქვს კარგი. დედა ჩემ 101 წელი იცოცხლო. რა კარგია. ასმათ ყაბლაძე.